ოდესმე გიფიქრიათ, რა რჩება ადამიანისგან, როცა ის მიდის. აი დღეს სწორედ ერთ ასეთ ღრმა და ძალიან ემოციურ ამბავს მოგიყვებით. ამბავს იმაზე, თუ რას ნიშნავს ნამდვილი მემკვიდრეობა და რა არის ის საგანძური, რომელსაც დრო საერთოდ ვერაფერს აკლებს. მზად ხართ? დავიწყოთ. ყველაფერი იწყება ერთი, ცოტა არ იყოს შოკის მომგვრელი ფრაზით. წარმოგიდგენიათ, ხვირისთვის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ქმარმა დაუტოვა, იარაღი აღმოჩნდა. არა ფული, არა სახლკარი, არამედ თოფი, ხმალი და ხანჯლები. უცნაურად ჟღერს, არა? და აი ზუსტად აქ ჩნდება მთავარი კითხვა. რატომ? რა საიდუმლო იმალება ამ ცივი ლითონის მიღმა? იცით, ეს არ არის უბრალოდ ნივთების კოლექცია. ეს არის პირობის, მოგონების და ერთი ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია. და ამ საიდუმლოს რომ ჩავწუდეთ, ჯერ ქვრივის ერთ უცნაურ რიტუალს უნდა დავაკვირდეთ. იმის გასაგებად, თუ რა ძალა იმალებოდა ამ იარაღში, უნდა ვნახოთ ის რიტუალი, რომელსაც ეს ქალი ყოველკვირა ასრულებდა. დამიჯერეთ, ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სახლის მოწესრიგება. აბა წარმოიდგინეთ სცენა. ყოველ კვირას ის სათითაოდ ხსნიდა კედლიდან თოფს, ხმალს, ხანჯალს და ამას აკეთებდა ისეთი მოწიწებით, ისეთი რუდუნებით, იქოს რაღაც წმინდა ნაწილებს ეხებოდა. ეს არ იყო დალაგება, ეს იყო მსახურება, ერთგვარი ლოცვა. და იცით რა არის ყველაზე მძაფრი დეტალი? ეს პროცესი არასდროს სრულდებოდა ცრემლების გარეშე. ყოველი გაწმენდილი იარაღი მისთვის დაკარგული სიყვარულის, მისი თევდორეს გახსენება იყო. ეს იყო გლოვა, რომელიც მოქმედებაში იყო გადმოტანილი. კარგი, ახლა მოდით დროში ცოტა უკან გადავინაცვლოთ და ვნახოთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი. პასუხი, რა თქმა უნდა, ქმრის უკანასკნელ სიტყვებშია, მის ანდერძში. თევდორეს პირველი დანაბარები ფაქტობრივად მისი ცხოვრების ფილოსოფია იყო. ის თითქოს ცოლს ამზადებდა იმ უამრავი სირთულისთვის, რომლებიც წინელოდა. ეს არ იყო უბრალოდ გამხნევება, ეს იყო პირდაპირი მითითება, თუ როგორ უნდა ეცხოვრა, ამაყად, თავაწეულად და გაუტეხლად. და აი, მისი ანდერძის გული და სული, მათი შვილი, გიორგი. თევდორეს თხოვდა ცოლს, რომ ბიჭი ისეთ კაცად აღეზარდა, რომელიც საკუთარი ძალით, საკუთარი მარჯვენით გაიკაფავდა გზას ცხოვრებაში. ეს იყო მისია, რომელმაც ქვრივის მთელი დარჩენილი ცხოვრება განსაზღვრა. და აი, ზუსტად აქ ხდება ეს სიტყვიერი ანდერძი, რაღაც ხელშესახები ფიზიკური. თევდორე ითხოვა, რომ მისი იარაღი შეენახათ შვილისთვის. ხომ იცით, იმ დროში იარაღი კაცობის, ღირსების და ოჯახის დაცვის სიმბოლო იყო. ასე რომ ეს არ იყო უბრალოდ ნივთები, ეს იყო მამის ძალა, რომელიც შვილისთვის უნდა გადაეცათ. და რა ქნა ქვრივმა? შეასრულა ეს პირობა? მოდით ვნახოთ, როგორ აქცია ერთმა ანდერძმა ქალის მთელი ცხოვრება თავდადების და ერთგულების წარმოუდგენელ მაგალითად. 20 წელი. უბრალოდ ერთი წამით დაფიქრდით ამ რიცხვზე. 2000 წლეული. 7300 მეტი დღე. და ამ დროის განმავლობაში ის არც ერთი წამით, არც ერთი ნაბიჯით არ გადაუხვევია მიცემული პირობისთვის. აი შეხედეთ ამ კონტრასტს. ქმართან ერთად ის იყო ქალი, რომლის ცხოვრებაც სავსე იყო სიმღერით, სიხარულით, ცხოვრებით. მისი სიკვდილის შემდეგ კი ის გახდა უბრალოდ ოთარ ქვრივი, ქალი, რომელმაც უარი თქვა ყველა ფერზე, შავის გარდა. ანუ მან არაქეს შეასრულა ყველაფერი, არამედ ბევრად მეტიც გააკეთა. შეინარჩუნა ოჯახი, ღირსეულად უვლიდა იარაღს, მაგრამ ყველაზე დიდი მსხვერპლი ის იყო, რომ მან უარი თქვა პირად ბედნიერებაზე. უარყო ყველა, ვინც ხელს თხოვდა, რათა მხოლოდ ერთი მიზნისთვის ეცხოვრა, გიორგის აღზრდისთვის. და აი, მივადექით ამ 20 წლიანი თავდადების კულმინაციას. რისთვის იყო ეს ყველაფერი? პასუხი ერთადერთია, და ეს პასუხია მისი შვილი, გიორგი. აი მოусმინეთ მისსავე სიტყვებს. აქ ჩანს ყველაფერი. მისთვის ხელახლა გათხოვება ღალატის ტოლფასი იყო. ამბობდა, მირჩევნია მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს, ვიდრე ჩემს გიორგის სახლში მამინაცვალი დაუსვაო. ეს იყო ერთგულება, რომელიც სიკვდილზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. ასე რომ საბოლოო ჯამში ხვდებით, ის იარაღი ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალო ლითონი. ის იყო პირობა, იყო მოგონება და რაც მთავარია, იყო ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. ოთარ ქვრივი კი ამ ხიდის ერთგული შეუპოვარი დარაჯი იყო. და ბოლოს, ეს ამბავი ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას გვიტოვებს ყველას. რა არის ნამდვილი მემკვიდრეობა? ის ნივთები, რომლებსაც წოვებთ, თუ ის ღირებულებები, რომლებსაც ჩვენი ცხოვრების წესით ვამკვიდრებთ? დაფიქრდით ამაზე.